42 წლის ასაკში ლელამ ააშენა პირადი ბრენდი, ზუსტად 8 თვეში დააგროვა 6 მილიონი ნახვა და 80,000 გამომწერი. შენ კიდე თავს სიმართლებ იმით, რომ მე კამერის მეშინია, ჩემთვის გვიანია, უსმინე ამას. უბრალოდ ბოლომდე უყურე. აუცილებლად ეხლავე. 8 თვეში შენი food blog-ით დააგროვა 6 მილიონი ნახვა. რა გააკეთე ამისთვის, ლელა? რა გავაკეთე პირველ რიგში ვეცადე რომ მეპოვა ცოტა განსხვავებული ნიშა, რომ ყოფილიყო ჩემი გვერდი ცოტა განსხვავებული სხვებისგან და მეორე რა გავაკეთე ხალხის აზრს მივყევი, ხალხის სურვილებს მივყევი, გამომწერების სურვილებს მივყევი და აქტიურობით. მხოლოდ და მხოლოდ აქტიურობით სოციალური ქსელების. პირველი ნაბიჯი აირჩია შენი უნიკალური ნიშა, ვიწრო. კი. ძალიან კარგი. აი Facebook-ი როცა შექმენი, რამდენი გამომწერი ყავს და რამდენი ხანში დააგროვა? Facebook-ი როცა შევქმენი, გაუჭირდა მხოლოდ პირველი 1 თვე იყო. და 1 თვის მერე რომ დაიწყო აქტიურობა, არ გაჩერებულა 55,000 გამომწერი 8 თვეში. TikTok-ზე 14,000 გამომწერია და 96,000 ლაიკი. ანუ თითქმის 70,000 გამომწერი Facebook-ზე და TikTok-ზე სრულად 6 მილიონი ნახვა, ყველაფერი 8 თვეში და ხალხი გწნობს ქუჩაში. ვაუ. ამაზე მეც ვერაფერს ვერ დავამატებდი. მართლა ვერასოდეს ვერ გადავდგავდი ამ ნაბიჯს, ვერ გავბედავდი, ვერ მივიღებდი ამ შედეგს. თქვენი კურსი რომ არ ამეყო და თქვენი კურსის საშუალებით გვარ მესწავლა ეს ყველაფერი. უნდა დავამატო კი, რომ მე კი არ გავაკეთე რაიმე ამ შედეგის მისაღებად. თქვენ გააკეთეთ თქვენი მითითებების და თქვენი აი მართლაც რაც ვისწავლეთ თქვენგან ის ყველაფერი გამოვიყენე. აი პასუხი. და გააკეთეო ხომ მკითხე. თქვენ კურსში რაც კი გვასწავლეთ, ის ყველაფერი გავაკეთე. და იმით მივიღე ეს შედეგი. თუ მოტივაცია მოგეცა, ეხლა არ წახვიდე და არ დაწვე დივანზე მოტივირებული. თუ გსურს ყველაფერი შეცვალო შენ ცხოვრებაში და მიაღწიო ლელასნაირს და უფრო მაგარ შედეგს და გაარღვიო ფინანსური ჭერი, მოიზიდო მსყიდველთუნარიანი აუდიტორია შენს ბიზნესში, კონტენტის მეშვეობით და აშენო მზარდი პირადი ბრენდი, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის დაწერა კომენტარებში სიტყვა დიაგნოსტიკა.